შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ სადგას დღეს საზოგადოება. საზოგადოება დღეს დგას სიმართლის მხარეს, საზოგადოება დღეს დგას ქართული სახელმწიფოს მხარეს, საზოგადოება დღეს დგას მომავლის მხარეს და საზოგადოება, რა თქმა უნდა, არჩევანი არის მთავარი, რომ იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც შესაძლებლობა ექნება განვითარების, სადაც შესაძლებლობა ექნება წინსვლის და ყველა მიზნის მიღწევის იმ სტრატეგიული ამოცანების გადაჭრის, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აქვს დასახული. და ეს ბოროტი ძალები, ეს მარგინალი ძალები, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერ შეაფერხებენ. მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის მოხდენის, საზოგადოების სხვადასხვა თემებით წამოგების, სხვადასხვა თემას წამოგების, სხვადასხვა მიმართულებით რაღაცა პროვოკაციული მეთოდების გაშლის და სხვადასხვა რადიკალიზაციის ჯგუფების რადიკალიზებით რაღაცა დესტრუქციის შემოტანის საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ მათ ბოლო გაფართხალებას, დღეს ჩვენ ვხედავთ მათ ყოფნას მილევად რეჟიმში და ეს გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ ეს ხალხი არის თვითონ სამარცხვინო მდგომარეობაში. მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას და ამ სამარცხვინო მდგომარეობაში ძალიან ჩვენ და სამწუხაროდ ჩაითრიეს ჩვენი კულტურული სფეროს წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ შორის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მათ პარტიულ დანამატს წარმოადგენს, არის ისეთი კატეგორია, მაგრამ საზოგადოების ნაწილში შეიძლება მივიჩნიოთ მათ შორის არის თქვათ რომელიც ობიექტურად და გულწრფელად დგას ამ პროცესის ქარიშხალში და დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანებიც გააცნობიერებენ ამას. ეს ადამიანიც მიხვდებიან იმას რომ სად დგას დღეს საზოგადოება, სად არის დღეს ჭეშმარიტება და რომელი გზა და რომელიც მოიყვანს ჩვენ ქვეყანას წაიყვანს წინ. ამის არაერთი მაგალითი არსებობს ბატონ ნიკოლოს, რომ ადამიანმა ჩვენმა საზოგადოების ვისაც დღეს ეს უჭირს და ეს პრობლემა აქვს რომ გაანალიზოს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, არის არაერთი მაგალითი და უახლოესი მაგალითი რო წავიდეთ, ეს არის უკრაინის თემა. ჩვენ 2014 წელს თუ გავიხსენებთ თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ერთ-ერთზე გავს. თუ როგორ ცდილობდნენ საზოგადოების ჯგუფების ჩართვას, სხვადასხვა პროვოკაციების წამოგებას, თუ სხვადასხვა სეგმენტის ჯგუფების რა როლი ჰქონდათ ამ მთელ ამ პროცესში და როგორ მოახდინეს უკრაინაში საზოგადოების პროვოკაციის წამოგება და საბოლოოდ ის თუ რა შედეგი მიიღო დღეს უკრაინამ. ჩვენ ამაზე ვარის შედეგის წინაშე და დავეყენებინეთ ამ ძალებს და მათ უცხოელ პატრონებს. უკრაინაზე ვარის სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდით დღეს ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების დამსახურება და ჩვენი საზოგადოების, რომელიც მიხვდა და ჩვენი ბრძენი საზოგადოების, რომელიც ამ ყველაფერს ფარად აღუდგა წინ და ამის საშუალება მათ ამ ჯგუფებს აღარ მისცა.